მთავრობაში საკადრო ცვლილებები გრძელდება ბოლო 3 თვეში მინისტრთა კაბინეტს უკვე მეხუთე მინისტრი იტოვებს თანამდებობიდან ამჯერად განათლების მინისტრი წავიდა რომელმაც ამ პოსტზე მხოლოდ 8 თვე იმუშავა ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით დაემშვიდობა მთავრობიდან წასული სხვა წევრების მსგავსად ამჯერადაც მიზეზად პირადი გადაწყვეტილება დასახელდა მას დეპუტატი გივი მიქანაძე შეცვლის რომელიც დაწყებული რეფორმების დაჩქარებას ერთ-ერთ პრიორიტეტად აცხადებს გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე წულაძემ ზოგადი განათლების ხედვა წარადგინა და ანონსებული იყო საუნივერსიტეტო რეფორმის დაწყებაც. ერთი თვის წინ კი უკვე ყოფილი მინისტრი დიდ ბრიტანეთს სტუმრობდა, საიდანაც ბრიტანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებაც დაანონსა. წულაძის ხელმძღვანელობის დროს განათლების სამინისტროს რამდენჯერმე განმარტებების გაკეთება მოუხდა, განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში შეტანილი ცვლილებები, რასაც საკმაოდ დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა. რას უკავშირდება კიდევ ერთი საკადრო ცვლილება მთავრობაში შალვა სუმბაძე მუშაობს ამ თემაზე ისახლა პირდაპირ ეთერში გვერდება შალვა. თავდაპირველად გეტყვით იმას, რომ ირაკლი წულაძემ განცხადება განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ის წერდა, რომ პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებდა თანამდებობას და მადლობას უხდიდა თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის, ასევე აღნიშნავდა იმ რეფორმების შესახებ, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდში გატარდა, აღინიშნა, რომ მათ შორის განვითარდა და ახალ ეტაპზე გადავიდა განათლების სისტემა. მან ასევე პრემიერ-მინისტრსაც გადაუხადა მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის. ამის შემდეგ კი უკვე მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ბრიფინგი, სადაც ახალი მინისტრი წარადგინა პრემიერ-მინისტრმა გივი მიქანაძის განათლებაზე, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე გაამახვილა ირაკლი კობახიძემ ყურადღება, როდესაც ახალ მინისტრზე საუბრობდა. თავად მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ტემპების დაჩქარების მომხრეა და იმუშავებს ამ საკითხზე და მზად არის რომ ის რეფორმები, ის პროექტები, რომელიც განათლების სამინისტროში ხორციელდება, უფრო დაჩქარებული ტემპებით განხორციელდეს, რათა უმაღლესი განათლების დონე კიდევ უფრო გაიზარდოს. მე გეტყვით იმასაც ასევე, რომ უმრავლესობაში ასევე მოყვა შეფასებები ახალი მინისტრის წარდგენას, მათ აღნიშნეს, რომ ახალი რეფორმები, ახალი პროექტები საკმაოდ მასშტაბური არის დაგეგმილი განათლების სამინისტროში და გივი მიქანაძე თავისი საკანონმდებლო საქმიანობიდან გამომდინარე კარგად არის გათვითცნობიერებული იმ პროექტებში, რომელიც უნდა განხორციელდეს, შესაბამისად არსებობს მოლოდინი, რომ ის კარგად გაართმევს მოვალეობას თავს. რა თქმა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გივი მიქანაძე ამ პოსტის დაკავებამდე იყო საკანონმდებლო ორგანოს განათლების მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. როგორც უკვე გითხარით, ყურადღება გამახვილდა მის განათლებაზე და პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გივი მიქანაძეს განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე დამთავრებული აქვს რამდენიმე უნივერსიტეტის საზღვრებს გარეთ. მადლობა ბატონ ალექსანდრე წულაძეს და მინდა მას უსურვო წარმატებების სამომავლო საქმიანობაში. რაც შეეხება ახალ მინისტრს, მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი გივი მიქანაძე, მას აქვს ღრმა აკადემიური განათლება, არის იურისტი, როგორც მოგეხსენება, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე დიდ ბრიტანეთში ინგლისში ესექსის უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში. მას აქვს მოგეხსენება საჯარო სექტორში მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება, ასევე ფართო პოლიტიკური გამოცდილება და ასევე უშუალოდ განათლების და მეცნიერების სფეროში აქვს ძალიან ფართო გამოცდილება. ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი სარგებლობდე ასეთი მაღალი ნდობით და უხელმძღვანელო იმ სამინისტროს, რომელიც თვითონ ჩვენთაგანთან არის დაკავშირებული, იქნება ძალიან ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ რეფორმები დაჩქარდეს და რა თქმა უნდა ეს ხარისხობრივ ნიშნით ასახული იყოს უმაღლესი რანგით და შესაბამისად მაქსიმალურად მაქვს მზაობა, რომ ის ნდობა, რომელიც პირადად პრემიერ-მინისტრისგან იყო გამოთქმული ჩემთან მიმართებაში, საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად მოახმარო. ალექსანდრე წულაძე პოსტს 2024 წლის 2 ოქტომბრიდან იკავებდა და როგორც უკვე ვთქვით, მას უკავშირდება ერთ-ერთი რეზონანსული რეფორმა, რომლის მიხედვითაც ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოიღეს ყველა ის მასალა, რომელიც არ არის სასწავლო პროგრამაში, სასკოლო სასწავლო პროგრამაში და როგორც გითხარით, გივი მიქანაძე ჩაანაცვლებს მას დღეიდან. მადლობა შალვა სუმბაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.